მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემის წარმომადგენელია PSP. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. გადაცემას ტრადიციულად ვიწყებ ჩვენი სინდისის პატიმრების სოლიდარობით, ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს და ყველა უკანონო პატიმარს უცხადებ სოლიდარობას და მალე გათავისუფლებას. ვუსურვებ მათ. გუშინ გაიმართა უკანონო დაკავებულ პატიმართა საქმის არსებითი განხილვა. ამით მიდოდა დამეწყო. მოდით ნახოთ რა თქვა პროკურორის წარმომადგენელმა ჩვენს ონისე ცხადაძეზე. ყურებს არ დაუჭერე და თვალებს. ცხადაძემ ჯობს ბოც და სხვა მძიმე საგასისრო და სამართალ დამცველების მიმართულებით. ესე იგი ონისემ პარლამენტის მიმართულებით ისროლა ჯოხი, ბოძი ეგ არ იკმარა, მერე მოგლიჯა კლდე და ეს კლდე ესროლა პარლამენტის შენობას, მერე ეგეც არ იკმარა და მოგლიჯა მთლიანად მცხეთა. მცხეთა ესროლა პირდაპირ, მცხეთა ესროლა, მერე იალბუზი მოუგლეჯია ძირფესვიანად და ის შეარჭოს სპეცრაზმელს შორიდან. მერე ეგეც არ იკმარა, არაბეთის ნახევარკუნძულს მოუაჭრა ნახევარზე მეტი და ის ესროლა. ამ რეალობაში ერთი-ორჯერ მეც გამისროლა პარლამენტის შენობისკენ ძლივს მიპოვეს, ძლივს. მოკლედ ეს რა თანამშრომელი ყოლია და ვერ ვაფასებდით სათანადოს. ვინა ყოლია? მონსტრი, ცხოველი. მინდა კიდევ ერთხელ გავამხნევო ყველა უკანონო დაკავებული პატიმარი და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ხვალ არის 26 აპრილი უწყვეტი პროტესტის 150 დღეა ძვირფასო მეგობრებო. გამოდის რომ ხვალ ორი ღირსშესანიშნავი თარიღია 150 დღე შესრულდება, რაც ხალხი ქუჩაში უწყვეტად აპროტესტებს არალეგიტიმურ მთავრობას და ასევე 150 დღე სრულდება, რაც ოპოზიცია უწყვეტად ლანძღავს ერთმანეთს. ესეთი დამთხევაა. ხვალ 26 აპრილს გაიმართება დიდი აქცია, რომელზეც მთავარი მოთხოვნა იქნება არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. სხვათა შორის ამბობენ, რომ ამ აქციაზე ოპოზიციაც იქნებაო. და ოპოზიციამ დაიბარა მარტივად რომ გვიპოვოთ TV პირველის კამერების წინ ვიდგებით მკაცრი და შეუვალი სახეებითო ან იქვე შორი ახლოს. აქციებს აწყობენ აქტივისტები, ოპოზიცია ფაქტიურად აღარც ერევა ხოლმე არაფერში, ისე არიან მოდუნებულები, რომ ფრაზა დაიწყო ამ მთავრობის დასასრულის დასაწყისის თქმაც კი ეზარებათ. ხანდახან წამოიძახეთ მაინც ქვეკაი ხალხო, რომ ჩვენს გულებში პატარა ნაპერწკალი მაინც აინთოს რამდენიმე წუთით. ისევ ჩაქრება, მაგრამ რაღაცა მაინც გულს უხარია უცებ რომ გაიგონებ ამ ფრაზას, აი სიამაყით ივსები, რომ არ იქ მთავრდება რაღაცა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აღდგომის წყიდვალის დღესასწაულზე დაიწყეს დაკავებები. არადა წინა ღამეს ოცნების წევრები ეკლესიაში იდგნენ, რამდენი ილოცეს, რამდენი იპოზიორეს კამერების წინ, რამდენი სანთელი დაანთეს, მაგრამ მაინც დაიწყეს დაკავებები მეორე დღეს. ქართული ოცნება რომ ძალიან კრეატიულია, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა მიმდინარე კვირას. მათ გამოიგონეს აქტივისტების და აქციის მონაწილეების დაჯარიმების ახალი მეთოდი. სულ ახალია, სულ ახლებენ, სულ აპდეითი ხდება. მოდით ნახოთ რა მესიჯი მიიღო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის 5000 ლარით. PS მანქანა არ მყავს. ადამიანებს მანქანები არ ჰყავთ და საგზაო ჯარიმები მისდით. წარმოგიდგენიათ უსამართლობის რომელ საფეხურზე ავედით, რომ დანაშაულების მოგონების რაღაცა დეპარტამენტები აქვთ უკვე გაკეთებული და ინდივიდუალურად ყველას რაღაცა არარსებულ დანაშაულს უგონებენ და არგებენ. ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ აქციაზე დგომა კი არა, ჯარიმა შეიძლება გამოგიწერონ იმისთვის, რომ არსებობ. ანუ ეს ფაქტი შეიძლება ჩათვალოთ დანაშაულად. რისთვის დამაჯარიმეთ რომ იხვალ და აი რომ არსებობთ იმისთვის გამოგიწერეთ 5000 ლარიანი ჯარიმა. მალე შეიძლება სხვა ფორმითაც შემოგვაპარონ, მაგალითად 112 გაფრთხილებთ რომ მოსალოდნელია უხინალექი და ასევე 5000 ლარიანი ჯარიმა. ან შეიძლება მიხეილ საგარელმა გამოაცხადოს დღეს საუკეთესო დღეა ქალწულებისა და თხის რქების 5000 ლარით დაჯარიმებისთვის.
ნუ იგივე მეთოდით დააჯარიმეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მოდით ვნახოთ ეს სკრინი. გია ჯაფარიძე, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, დააჯარიმეს. გია არ გამორიცხო ცოტა ხანში ბინა აღმოგაჩნდეს ვაკეში, რომლის კომუნალურებსაც არ იხდიდი, აგერ უკვე წლებია და კი დაგროვდა 5,000 ლარი. აი ესეთი ბრალი ხო შეიძლება რა უჭირს ახლა რა პრობლემაა ამის მოფიქრება რა ძალიან მარტივია. მე მაინტერესებს როგორი იქნება ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ სასამართლოში რო წავა ეს საქმე ხო? და სასამართლო დაგიდგენს რომ მანქანა ყავს. მიუხედავად იმისა რომ მანქანა ქონებაში საერთოდ არ გერიცხება, არ გიფიქსირდება. სასამართლო დაჟინებით გეტყვის რომ მანქანა ყავს. ეს ჯარიმა არის სამართლიანი. ან დაგაჯარიმებთ რომ ყავთ მაინც ნუ ერთი სიტყვით მაინც იცოდეთ რომ ეს ხელისუფლება ამას სპეციალურად ხალხისთვის აკეთებს. ცუც ნუ ფიქრობთ, ცუც. შეიძლება ღარიბი იყოთ, მაგრამ სასამართლო დაგიდგენთ, რომ მანქანაც ყავთ, სახლიც გაქვთ და ბიზნესიც გაქვთ. ანუ ამით ხელისუფლება კი არ გავიწროვებთ, პირიქით, იმიტომ აკეთებს, რომ თავის შეძლებულ ადამიანებად გაგრძნობინონ. ახლა წარმოიდგინე, როგორი ხარია, რომ მანქანა არა ყავს და მანქანა ყავს, გეუნება სასამართლო. მანქანა მყავს და გიხარე, გახარებული და დიხარ. ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის ნაბიჯების გამო ევროპა სულ უფრო ინტენსიურად განიხილავს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ ხალხო. ხო და ძალიანაც კარგი. დავდგეთ და გადავიღოთ ფოტოები ხელის გულზე, რომ ეიფელის კოშკის ნაცვლად მდინარაზე გვიდგას ესე. ჩვენი ღირსშესანიშნაობა ხო მამუკა არის და ამიტომ მამუკა დავაყენოთ ასე და გადავიღოთ ეიფელის ნაცვლად. უამრავი ხალხი ვეღარ ისარგებლებს ევროპაში უვიზოთ შესვლით, ვერ წავლენ სამკურნალოდ, ვერ სამუშაოდ და ვერ ტურისტულად, ნუ ვერ სასწავლებლად, რა თქმა უნდა. ვიდგებით ისევ რიგებში და ან მოგცემენ ან არა. ნუ არინერიულოთ ხალხო, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემდეგ ვიზების გამო რიგებში დგომა არ მოგვიწევს. იმიტომ რომ ამ პროცესების მერე დიდი შანსია საერთოდ საელჩოებიც გაგვიუქმონ. შესაბამისად რიგში დგომა არ მოგვიწევს. აი რაც მათ შეიძლება ცოტა დაგვამშვიდოს. როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ, ოცნების წევრებმა თავის ჭკუით დაასწრეს და დაიწყეს ანტიევროპული პროპაგანდა და ვიზა ლიბერალიზაციის დაკნინება. მოდით ვნახოთ რას ამბობს ამ საკითხზე არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე. ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ჩემო შალვა, შენი ახლობლებიდან ღმერთმა ნურავის დააჭიროს საზღვარგარეთ მკურნალობა და თუ დასჭირდა და თქვენი აი ამ სიბოროტის გამო ვიზა არ მისცეს, მიხვდები მაგ დროს ღვთიური მანანა თუ რომელიმე სხვა ბიბლიური სასწაული. მესმის ახლა რომ ნერვი და შენი ბარხატის წარბები არ გიტოკავს, მაგრამ რა იცი რა ხდება მომავალში. ვიზა ლიბერალიზაციაზე საკუთარი უნიკალური მოსაზრება გაგვიზიარა ქართული ოცნების ერთ-ერთმა წამყვანმა ძალამ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა. მოდით ვეზიაროთ დიდ სიბრძნეს. უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, თუმცა კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან. ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად. კომფორტულიაო ვიზეო, მაგრამ პატრიოტიზმს ირჩევსო ხალხიო. თვითონ ნინოც ასეა, ხოვითო მოდური, მაგრამ ლაბოწენის ფეხსაცმელებში ქართული მიწა უყრია. ხდებით კი პატრიოტი კი არის, მაგრამ აი ამ ლაბოწენის წითელ ძირიან ფეხსაცმელებში ქართული მიწა ყოველთვის ყრია. ნინიკო, რას ეძახის შენ პატრიოტიზმს? ემიგრანტი რომ საკუთარ სამშობლოში ვერ დაბრუნდება, თავისი შვილის სანახავად, ალბათ მაგას ეძახის შენ პატრიოტიზმს. ერთი სიტყვით სულ გერევა ეს სიტყვები ერთმანეთში. ქვეყნის მტრობა სხვა არის და პატრიოტიზმი სხვა არის, ნინიკო. მე რამდენად უშვებ ხოლმე აი ესეთ რაღაცა ესეთ შეცდომებს, ხო? 1000-ჯერ გითხარი სიტყვის მნიშვნელობებს დაუკვირდი, ან კითხებინეს. ქართული ოცნება უვიზო მიმოსვლას აკავშირებს პატრიოტიზმთან, ანუ პატრიოტიზმს ვიზებში არ გავცვლითო. ხალხს უნდა რომ ეს ნარატივი აჭამონ და დააჯერონ. ნუ მე იმას ვერ შეკპირდებით, რომ ხალხი ამ ნარატივს არ შეჭამს და არ დაიჯერებს, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა, სადაც ახლა კაცი რო იწველება,
ეგ დაიჯერა ხალხის ნაწილმა ამის დაჯერება რა პრობლემაა ძვირფასო ტელემაყურებლებო. არა და ვამბობთ ხოლმე რომ ხალხი ბრძენია. ხალხი ბრძენია. რანაირად არის ბრძენი, როცა მე-13 წელია ოცნების გაძლიერებული, აყროლებული პროპაგანდის კვებაზე ვყავარ დასმულები. თან ისევ ჭამთ, რომ არც კი ვიჭყანებით. ქართული ოცნება ისე ხატავს მდგომარეობას, რომ თითქოს ვიზების სანაცვლოდ ამ ქვეყნის დაპყრობა უნდა ევროპას და ხალხს უტენიან ტვინში აი ამ ინფორმაციას. ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოთ აქციეს და გვეუბნებიან ევროპას სამშობლოს გვართმებს ვიზების სანაცვლოდ. ამდენი წელია უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ევროპასთან და ძალიან მაინტერესებს, როდის მიგვიერთა ბრიუსელმა. რომ დადიოდით, აი მაგ დროს როდის მიგვიერთა, რა მომენტში გაუქმდა საქართველო და როდის დაგვიპყრეს, აი გამაგებინა. ეთქობა პარიზის ბუწიკებში რომ დადიოდით, ესენი პარალელურად იღობავდნენ ჩვენს ქვეყანას. შეგიტყუეს იქ, განახეს კაი ცხოვრება და აქ შემოგღობეს. აი ესეთი მდგომარეობა, ეს მტარვალები, არაფრის ღირსები. ვიზა ლიბერალიზაცია და ქართულ ოცნებაზე ერთი ანეკდოტი მახსენდება ძვირფასო მეგობრებო. ცოტა ისეთი უხეში ანეკდოტია, მაგრამ მაინც მოგიყვებით. ადამიანი, რომელიც მუდამ ისვრის უკნიდან, მეგობარს შესჩივლებს, რომ ვერ ვიკავებო და მუდმივად ვისვრიო. მეგობარი ეტყვის, რომ ეგო ფსიქოლოგიური პრობლემაა და ფსიქოლოგთან წადიო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისე ხვდებიან ესენი ერთმანეთს. ეს მეორე ეკითხება, იყავიო ფსიქოლოგთანო? კიო, ვიყავიო. მერე გიშველაო? კიო, მიშველაო. ჩასვლითო ისე ვისვრი, მაგრამ ახლა უკვე ვამაყობ ამითო. ასია ჩვენი საქმე. ვიზების შეჩერებით კი ჩავისვრით, სამაგიეროდ პატრიოტიზმით ვიამაყებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. საინტერესოა ევროპასთან ურთიერთობებზე რას იტყოდა საფრანგეთში განათლება მიღებული თეა წულუკიანი, მაგრამ თეას არსალია. ისე ეფექტურად მუშაობს წინა ხელისუფლების საქმეების საგამოძიებო კომისიაში, რომ უკვე ფანებიც გამოუჩნდნენ. მოდით ნახოთ როგორ შეაფასა თეას მუშაობა ემზარ კვიციანმა. ნათლიამ გენაცვალოს მდედრობითი სტალინი. წულუკიანი თუ მდედრობითი სტალინია, მაშინ ალუ და ღუდუშაური გამოდის მამრობითი ზოია კოსმოდემიანსკაია. მამრობითი იმიტომ, რომ ეგ ხომ ქალბატონი ალუდაა. როგორც თეამ მოიხსენია. თეამ თუ ასე გააგრძელა 100 წლის მერე ქოცების შვილთა შვილები ალბათ ასე იტყვიან, ვაი, ეს ამთავრობა ახლა წამოაყენა წულუკიანი. წულუკიანი უნდა მაგათ, წულუკიანი მიაყენებდა კედელთან. აი ესე. მოდი გადავიდეთ სასიხარულო ინფორმაციაზე. გვაქვს ჩვენ სასიხარულო ინფორმაციებიც გვაქვს, ისეთის გვაქვს, ასეთის გვაქვს. მართალია ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა ძალიან სწრაფი ტემპებით შორდება დასავლეთს, მაგრამ ასევე სწრაფი ტემპებით ვამყარებთ კავშირებს ახალ მეგობრებთან. ალბათ გახსოვთ წინა კვირას საქართველოს საგარეო ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ბოტსვანას საგარეო საქმეთა მინისტრს. გემახსოვრებთ ეს დიდებული დღე. ამას რა დაგვავიწყებს. ხო და უკვე ამ კვირაში დიდი გარღვევა გვაქვს ძვირფასო მეგობრებო, ახალი მეგობრების მიმართულებით. ნახოთ თუ შეიძლება ფოტო ვის შევხვდით ამჯერად. ბოჭორიშვილი გაეროში ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის წარმომადგენლებს შეხვდა ძვირფასო მეგობრებო. სულ მაინტერესებს აი ამ ქვეყნებს რომ ხვდება, რაზე ელაპარაკება? ხო ჯდებიან, არა? აი დაჯდა პირდაპირ. აი მაგალითად ბურუნდის, აი რაზე ელაპარაკება? ბურუნდის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა, ბურუნდის აღარ ცენტრ აფრიკა, აი პირდაპირ ბურუნდი ძვირფასო ტელემაყურებლებო მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. აი რაზე ელაპარაკება? არა მგონია რამე თემაზე ესაუბროთ. მე მგონი ბოჭორიშვილმა უბრალოდ საჭმელი აჭამა. აი აბა სხვა ან და აეროპორტში ტაქსით გამგზავრა. ან შეიძლება ბურუნდის წარმომადგენლებს ერთგვარი სახალისო თამაში ეთამაშოს მომავალში. მოდი ვიპოვოთ რუკაზე ერთმანეთი. აი ესეთი თამაში. მაკა ბოჭორიშვილმა ბურუნდის ქვეყნის წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა ვეფხისტყაოსანი, ღვინო და ჩურჩხელა. 3 დღის შემდეგ წერილი მოვიდა ბურუნდიდან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჩუქრისთვისო, ღვინო ძალიან კარგი იყო და საჭმელები ძალიან გემრიელიო, განსაკუთრებით ვეფხისტყაოსანი.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა ქალბატონ მაკას. აქვე მინდა აღვნიშნო, მე გუშინ უბანში შევხვდი ვალერა გელიტაშვილს, უჩა სიმონიშვილს და გეგა გამყრელიძეს. ჩემი ახლობლები არიან რა, შევხვდი ახლა. აი როგორც ამ შეხვედრის შემდეგ არ შეიცვალა არაფერი ჩვენს ქვეყანაში, ისე ბოჭორიშვილის ამ შეხვედრის მერეც არ ამგონი არამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ასეთი არაფრის მომცემი შეხვედრები და ვიზიტები, რაც მთავარია, ჩვენი ფულით ფინანსდება ძვირფასო მეგობრებო. ალბათ გაინტერესებთ, რამდენს ხარჯავს ქართული ოცნება მსგავს ღონისძიებებში. მოდით ნახოთ საინტერესო სტატისტიკა. 71 მილიონი მივლინებებში და 30 მილიონი სმაჭამაში. რაში ხარჯავს რეჟიმი მოქალაქეების ფულს. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოხდა, მეგობრებო, 30 მილიონი სმაჭამაში, 71 მილიონი მივლინებებში. არცაა გასაკვირი 30 მილიონისას რო შეჭამ 71 მილიონის სიარული კი დაჭირდება იმისთვის რომ ეს მოინდელო ჭამის მერე ხო დადიხარ ხოლმე ახალი ის არის რომ როცა შეჭამ მე ქუჩაში გადიხარ დავდივართ რამდენიმე კილომეტრს ახალი ტრენდია ვაგზელებ საცხოვრებელ ინფორმაციებს ქართული ოცნება დიდი სიამაყით ვამცნობს სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე ინფორმაციას მოდით ნახოთ ეს ინფორმაცია ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს. ახლა იგეგმება შეხვედრა მდივნის თანაშემწის მოადგილის მაზლის შვილთან და ასევე მდივნის თანაშემწის მოადგილის კარის მეზობელთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრა ჯიმ კერფილდთან. ამასთანაც იგეგმება შეხვედრა, რომელიც ძალიან გავს დონალდ ტრამპს პროფილში. და ეს ყველაფერი არ არის ძვირფასო მეგობრებო, დავითაშვილის ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ შეხვდა კიმბერლი ლოუს მამიდაშვილებს და კიმბერლის ბიძაშვილებს დედის მხრიდან, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კიმბერლის ნათესავებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. აქვე მინდა შეგახსენოთ კახიკალაძის განცხადება, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა, ნახოთ ეს ფოტო. რამდენიმე წლის წინ გააკეთა, რა თანამდებობა აქვს თანაშემწის მოადგილე რა უბედურება არის. ასე აგდებულად აღიქვამ და კახი 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას და დღეს როგორი საამაყო თანამდებობა გამხდარა ძვირფასო მეგობრებო. მთელი იმედის პროპაგანდა ამას აზიარებს. თანაშემწის თანამდებობის და მოადგილეს შეხვდა თანაშემწის მოადგილეს. და მონოლოგის ბოლოს მინდა გავცნოთ ისეთი პოზიტიური ინფორმაცია, რომ მეშინია ზედმეტი სიხარულით ემოციური შოკი არ მიიღოთ. მოემზადეთ, გთავაზობთ ქართული ოცნების ოფიციალურ განცხადებას, ხალხო ყურადღებით წაიკითხეთ, ყურადღებით მომისმინეთ. ისტორიაში პირველად იმედი ავრცელებს სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ერთ სულზე რეალური და მყიდველ უნარიანი ეკონომიკის ზრდით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. 20 წლის ჩათვლით ინარჩუნებს. ბოლოს უნდა დაემატებინათ და ირმის ნახტომის გალაქტიკაში საუკეთესო 4-ში და ხოლო ანდრომედას გალაქტიკაში საუკეთესო 5-შია საქართველოს მყიდველ თულარიანობაში. 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში ვართ, ხალხო, გესმით, ხალხო, გამომხედეთ. გესმით, რას გეუბნე 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში ვართო. ერთ სულ მყიდველ უნარიანობის ეკონომიკის ზრდითო, გესმით? კაცო გესმის რას გელაპარაკები გესმის გამოიხედე აქეთ დაანებე თავი მაგ ცარიელ მაცი ვართ კაცო რა დაგჩენია მაგ მაცი ვართ გამომხედე ნახე რა ინფორმაციას გეუნები გისმინე 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში ვართო გამო დაკეტე ეგ მაცი ვარი ათქიდა წარამარო აღებ რა იყო დენი მაინც დაზოგე ხო იწყვიათ იღება დენი ინთება რა სიმაშვები რა მაგდენი ფული გაკ ან იმ ცარიელ მაცი რა შესკერი არაფერი არ ადევს და რითვერ დაიმახსოვრე მაგრამ მყიდველ თუნარიანობაში ვართ მე სამეულში გილოცავთ აი ამ დიდ ბედნიერებას ჩვენ შოუს აფორმებს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულის ლიდერი ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ყმები მადლობთ გადაცემის წარმოდგენია PSP
გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.